გამარჯობა. მე ირაკლი ვარ და ევროპაში მოტომოგზაურობაზე წლებია ვოცნები. ეს კი ჩემი ძმაკაცი ოლეგი. ერთ მშვენიერ დღეს გავაცნობიერეთ, რომ სიცოცხლე გადის და სწორი მომენტი უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ ბევრი ფიქრის გარეშე გზას დავადექით. 21 დღეში გავიარეთ 9200 კილომეტრი და 11 მხრება. მაგრამ მოგზაურობა ზედმეტად მარტივი რომ არ გამოსულიყო, დავამატეთ წვიმა, ქარი, სიცხე, სიცივე, სერკვა, სიგნალე, სინათლე და უამრავი თავგადასავალი. ეს არის პომპეის ამფითეატრი. ეს არის მოგზაურობა, რომელმაც სამუდამოდ შეგვიცვალა. აბა ნახონდის ახლა. დავიძარით, ჯერმე დავიძარე. ოლეგი შევხვდები. და მე დავიძრებით ევროპის. ესეთი გეგმა არის და საგამდე დავიძრებით და საგამდე ჩავალ. უბრალოდ დავიძრებით, მაგრამ საგამდე ჩავალ. დაცმარით. ცოტას ნერვიულობ. ზუსტად არ ვიცი. და იქნება როგორ იქნება. სამწუხაროდ რაღაცა ზეთია აქტუალებული განცდაც არ მაქვს, რაღაცა გაურკვევლობაშია რა. გაურკვეველ ეიფორიაში. აჰა, მოკლედ ჩემი რკინის ვეფხვი. აბა დავიძარით. მოკლედ გევართ ჩვენს ტრადიციული შეკრების ადგილას და ვამზადებით დასამზადებლად. დაახლოებით 11 ხდება 11 ციკლია 15 ციკლია. ზადო არ თაობად ზადო. თბილისი წვიმით გვემშვიდობებოდა. მაშინ ჯერ ვერ ვიფიქრებდით, რომ შემდეგ დღეებში გავიგებდით, რატომ აქვს ქართულ ენას წვიმის 93 ან მეტი შესატყვისი. თქვენი უკავშირი ძალიან დაგვეხმარება არხის და კონტენტის გაუმჯობესებაში. ამიტომ დაგვიჭირეთ მხარი. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და კომენტარებში თქვენი აზრის გაგვიზიაროთ. ჩემ თავს ვუღებ. პირველი შესვენება გვაქვს შროშაში. ეხა შენ გირე. ეს ბოციო დამივარ და გადავყიდე? კი. ერთი ორი სიტყვა მომავალ თაობას. ერთი ორი სიტყვა.
Короче, განწყობა კაია, მინდიც კაია გადაიარა ცუდმა რაღაცებმა. ხო და მივდივართ უბერად რა. ჩვენი შეზის არქისკენ რაღაც. მელა ქაოტური ეიფორია გამოვიდა და გავაცნობიერე რომ უკვე გზაში ვიყავ. აზრები დაალაგდა. აქ და ეხლა ვარ. პირველი დღის გეგმაზე ვკონცენტრირდი, რაც იყო საზღვრის კვეთა და რიზეში ან უკეთეს შემთხვევაში ტრაბზონში ჩასვლა. მეორე გაჩერება კობულეთში რომ დერ ვარ კობულეთში, უბრალოდ უკვე კობულეთში ვარ. წინ დიდი გზა. ყველაფერი კარგად არის საკაიფოდ არის, თხილი არის, ქიშმიში არის. კობულეთში გადმოვუხვეთ, იმიტომ რომ ბენზინი გვითავდებოდა. და ბევრს წავს და აი შავი ზღვაც გამოჩნდა. შემდეგი რამდენიმე საათი გვერდიდან არ მოგშორებია. თითქოს ჩვენი თანამგზავრი და გამცილებელი გახდა. ჩვენს საზღვრამდე გზა ყოველთვის გადაჭედილია ტრაილერით. და ისედაც ვიწრო მონაკვეთები კიდევ უფრო ვიწროვდება. გავიარეთ საზღვარი და ვართ დუტი ფრისთან, თურქეთის, არის თუ ბუფერული ზონა არ ვიცი. თურქეთის საზღვრის კვეთის გამოცდილება უკვე გვქონდა. ამიტომ ყველა დოკუმენტი წინასწარ მოვამზადეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ეგრეთ წოდებული სიგორდა, სატრანსპორტო დაზღვევა, რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევასთან ერთად თბილისშივე გავაკეთეთ. მოტოციკლის დაზღვევა თურქეთის გარდა კიდევ დაახლოებით 40 ქვეყანას ფარავდა, მაგრამ რეალურად მხოლოდ თურქეთის მესაზღვრეებმა მოგთხოვეს. ცოტა გავდივარ შენ, გავავდა აი შენაკა.
მოვლენებს წინ გაუსწრებ და გეტყვით, რომ არც ერთ ქვეყანაში ისეთი მკაცრი კონტროლი არ შეგვხვედრია, როგორც თურქეთში. მინიმუმ 3-ჯერ გამოწმებენ და ბარგსაც აუცილებლად ჩხრეკენ. და როცა გონია ყველაფერი დასრულდა, კიდევ ერთხელ გაჩერდა. ასეა თუ ისე, ყველა პროცედურა წარმატებით გავიარეთ და საზღვარი გადავკვეთეთ. გადმოვედით თურქეთში. 17 საათი და 25 minutი. ინტერნეტში ბევრმა თანამოქალაქემ გაგვაფრთხილა, რომ თურქეთში სიჩქარის გადაჭარბებაზე ბევრჯერ დაჯანმრთელდა. ამიტომ ძალიან ვრთხილობდით და ვცდილობდით წესები მაქსიმალურად დაგვეცვათ. უცნაურია, მაგრამ გზებზე სიჩქარის შეზღუდვის ნიშანი საერთოდ არ ჩანს. კამერები კი ყველგან დგას. ასეთი რაოდენობა არც ერთ სხვა ქვეყანაში არ შეგვხვდა. გავჩერდით, ვამოწმებთ სიჩქარის ლიმიტი რამდენია, იმიტომ რომ არსად რაღაც არაწერია, რაც გადმოვედით თურქეთში წესიერად ვეუბნები. Google-თ რა. გზაზე ვართ და შავი ზღვარი, გზაზე ვართ რიზესკენ, ტრაბზონსკენ. ძალიან საკაიფო, ძალიან ლამაზი. ძალიან კაი განწყობა და რა. ხელი დამიქნია, აბა ხელი დამიქნია, ზარო. ფოტოების მაგ. აქ პოლიციის ბლოკპოსტი დაგვხვდა, სადაც დოკუმენტები შეგვიმოწმეს. ასეთი პოსტი რიზემდე გზაზე რამდენჯერმე შეხვდა. ყოველ ჯერზე კამერას ვთიშავდი, რომ ზედმეტი გაღიზიანება არ გამომეწვია.
პირველი აზრები, რაც საზღვრის კვეთის შემდეგ გამიჩნდა, იყო სევდანარევი აღიარება იმისა, რომ ჩვენგან განსხვავებით თურქეთის პატარა სასაზღვრო სოფლები თუ ქალაქები მეტად მოწესრიგებული, განვითარებული და სიცოცხლით სავსე. აქ კიდევ ერთხელ გავჩერდით პოლიციასთან და პირდაპირ ვკითხეთ სიჩქარის ლიმიტებზე. დინჯად აგვიხსნეს, რომ დასახლებულ პუნქტში 70 კმ/სთ-ით, ხოლო მის გარეთ 100 კმ/სთ-ით მოძრაობისას ჯარიმა არ გვემუქრებოდა. პრობლემა ის იყო, რომ ნიშნების გარეშე ძალიან რთული იყო გაგვიგოს სად იწყებოდა დასახლებული ადგილი და სად უკვე მაგისტრალი. კიდევ ერთხელ ვთხოვთ, გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. ჩამოვედით რიზეში. სადაც სადაც წერია რიზეო? აი ის იქარი კაროჩე რომ გადავხო ეს დავბინავდით სასტუმროში. ესეთი სასტუმრო არის. სასტუმროს წინ გავჩერდით აგერ ჩვენი მოტოციკლები, ჩვენი რკინის ცხენები. ერთი და მეორე. ეხლა დაახლოებით კი არა 9 საათია, 10 დაიწყო. ველოდებით ტაქსს, იმიტომ რომ რაღაც რესტორანი არ არის ახლოს და გვშია დილის შემდეგ არ გვიჭამია რამე რესტორანთან რომ წაგვიყვანოს ტაქსმა და მერე მოვბრუნდეთ, იმიტომ რომ მოტოციკლებზე კიდე დაждდომა და სიარული აღარ გვინდა. დავიღალეთ. ეს ვივახშმებთ, დავბრუნდებით. დავისვენებთ.